ერთიანი ეროვნული გამოცდა ფიზიკაში 2024 წელი ამოცანა ნომერი 40. საწყის მომენტში ერთი პროტონი უძრავია, ხოლო მეორე მოძრაობს პირველისკენ ვენურ სიჩქარით. ისე იგი, გვაქვს ორი პროტონი, ეს არის პირველი პროტონი, უპროტონი, რომლის სიჩქარე V1 უდრის 0-ს და გვაქვს მეორე პროტონი, რომელიც ესეც კუპროტონი არის, აი ამისკენ მოძრაობს პირველი პროტონისკენ, ეს არის მეორე პროტონი. მოძრაობს ვენურ სიჩქარით. ამ მომენტში პროტონებს შორის მანძილი ვიცით, ერისტოლიაო, თავიდან ამათ შორის მანძილი არის ერისტოლი, ხოლო მათი ურთიერთქმედების ძალა F-იო, ეფისტოლიაო, გასაგებად პროტონებს შორის მინიმალური მანძილის შემდგომი მოძრაობისასო. თუ პროტონის მასა არის m-იო და გაითვალისწინებთ მხოლოდ ელექტრული ურთიერთქმედებაო. ხო, გრავიტაციული ურთიერთქმედებას არ ვითვალისწინებთ, მხოლოდ საუბარია ელექტრულ ურთიერთქმედებას. ჯერ პირველ რიგში F-ი კულონური ურთიერთქმედება რო ჩავწეროთ, ის თორე იქნება, ეს იქნება კულონის კანონი ჩავწეროთ. K-ჯერ Q-პროტონჯერ Q-პროტონი შეფარდებული R მათ შორის მანძილის კვადრატი. ამათ შორის მანძილის კვადრატა. Q-პროტონჯერ Q-პროტონი Q-პროტონის კვადრატია, ეგრე დავწეროთ. ეს გამოგვადგება მომავალში და ახლა ეს სიტუაცია, აი ეს სურათი გვაქვს, ეს არის პირველი შემთხვევა, მანამ სანამ წამზომს ჩავთავთ. დროის საწყისი მომენტია. მაგრამ რა წამზომს ჩავთავთ, მივიღებთ შემდეგ სიტუაციას. ნახეთ, მეორე შემთხვევაში. როცა წამზომს ჩავთავთ და დაუწყებთ დაკვირვებას. წამზომის ჩართვის მომენტშივე, რადგანაც ორივე არის პროტონი, ორივე დადებითი მუხტის წარმოადგენს, ორივე დადებითი მუხტი არის. შესაბამისად, მათ შორის არსებობს კულონური განზრდის ძალა და ერთი მხრივ მეორე პროტონი მოძრაობს პირველი პროტონისგან ვენურ სიჩქარით, მაგრამ რადგანაც მათ შორის არსებობს განზრდის ძალა, პირველ პროტონსაც გაუჩნდება გარკვეული სიჩქარე გაუჩნდება. ანუ დაიწყებს მარცხნივ მოძრაობას ეს პირველი პროტონი, Q-პროტონი. მეორეც დაიწყებს მისკენ მოძრაობს გარკვეული სიჩქარით და ჩვენ გვეკითხებიან იმ მინიმალურ მანძილს, პროტონებს შორის მინიმალურ მანძილს შემდგომი მოძრაობის დროს. ხო, მინიმალური მანძილი მოდით აღვნიშნოთ RX-ით, ამათ შორის მინიმალური მანძილი, ესეც პროტონია, Q-პროტონია, ეს არის მეორე პროტონი. და ეხლა რა სიტუაცია გვაქვს? ეხლა როდესაც უკვე ეს მეორე პროტონი პირველს უახლოვდება, რაც უფრო უახლოვდება, ხო? მათ შორის კულონური ურთიერთქმედების ძალა მით უფრო იზრდება. ამიტომ იარსებებს ის მომენტი, გამომდინარე იქიდან, რომ კულონური ურთიერთქმედების ძალა მით უფრო იზრდება და იზრდება დაახლოებასთან ერთად, რაღაც მომენტში ეს კულონური ურთიერთქმედების ძალა გახდება იმდენი, რომ მეორე პროტონი ვეღარ შეძლებს მეტ დაახლოებას. და სწორედ ეს ის მანძილი იქნება, როცა უკვე აღარ შეუძლია ამ მეორე პროტონს, ამ პირველ პროტონს დაუახლოვდეს, რადგანაც კი მოძრაობს, მაგრამ პირველი პროტონი თან გაუღვდის, გესმით? ამიტომ ამ მანძილის გამომდინარე იქიდან, რომ მეტი ვეღარ უახლოვდება, ესე იგი მათ შორის არსებობს რაღაცა მანძილი, რა დროსაც ეს ორივე სხეული იმოძრავებს ერთი და იგივე სიჩქარით, ხო? მეტს ვეღარ უახლოვდება, გავარკვიეთ და ანუ ორივეს გაუხდება გარკვეული ვესიჩქარე და ესენი გარკვეული მანძილით ესე ბმულად იმოძრავებენ, გააგრძელებენ მოძრაობას მარცხნივ. და მოდით ახლა ვეცადოთ ეს ვესიჩქარე რა იქნება, გავარკვიოთ. ამისთვის მოდით იმპულს შენახვის კანონი ჩავწეროთ, არ იქნება ურიგო. იმპულსი თავიდან იქნებოდა ჯამური იმპულსი, სრული იმპულსი. მეორეს იმპულსი იქნება mv0 და პირველს იმპულსი არა აქვს, mv1 ნულია, რომელიც უნდა გადასულიყო იმპულსში მეორე შემთხვევისთვის, რომელიც იქნება mv-ს პლუს mv, ორივე სხეულის იმპულსს და ჯამის, ეს m-ები შეგვეკვეცა. ორივე აქედან გამოგდის ვენური სტოლი, საიდანაც v დავარსკვნით, რომ ტოლი ყოფილა ვენურ ნახევარი, მაგრამ RX-ი რო ვიპოვოთ, ამისთვის დაგვჭირდება სრული ენერგიის შენახვის კანონის ჩაწერაც, რომელიც შემდეგში მდგომარეობს დაახლოებამდე სრული მექანიკური ენერგია, ტოლი უნდა იყოს დაახლოების შემდეგ სრული მექანიკური ენერგიის. დაახლოებამდე, ანუ პირველ შემთხვევაში, ამ მეორე პროტონის კინეტიკური ენერგია არის mv0 ნახევარი. პირველის კინეტიკური ენერგიაც უნდა დავწეროთ, მაგრამ სიჩქარე ნულის ტოლია და mv1-ის კვადრატ ნახევარი უნდა დავწეროთ, მაგრამ ნულია და ამიტომ არაფერი დავწეროთ. ამას კიდე ემატება ამათ შორის პოტენციური ენერგია, რომლის ტოლი ექნება K-ჯერ Q-პროტონჯერ Q-პროტონი, შეფარდებული ამათ შორის მანძილთან. Q-პროტონჯერ Q-პროტონი Q-პროტონ კვადრატია, ასე დავწეროთ. ეს ტოლი უნდა იყოს სრული მექანიკური ენერგიის დაახლოების შემდეგ, ხო?
ეს იქნება ტოლი პირველის კინეტიკური ენერგიას mv კვადრატ ნახევარს დამატებული მეორე პროტონის კინეტიკური ენერგია mv კვადრატ ნახევარი. ხო და ბარემ დავწეროთ mv კვადრატ ნახევარს, რომ mv კვადრატ ნახევარი დაემატება, პირდაპირ mv კვადრატს მივიღებთ, ხო? ამიტომ მოდი mv კვადრატი გამოგვდის ორივესი ერთად. კიდე ამას ემატება ამათ შორის პოტენციური ენერგია, რომელიც ესეც იქნება K Q პროტონ კვადრატი შეფარდებული ოღონდ აქ Rx-თან. ასეთი რაღაცა მივიღეთ. ახლა რამდენად ძალა უნდა გამოვიყენოთ? ძალა ვიცით, რომ რაღაცნაირად უნდა ამ ტოლობაში უნდა გავითვალისწინოთ ეს ფაქტი. ხო? ამიტომ მოდით ასე მოვიქცეთ. აი აქ რაც გვიწერია, გავამრავლოთ და გავყოთ L-ზე. აქ გავამრავლოთ L-ზე, ქვემოთაც L-ზე რომ გავამრავლოთ, კვადრატი დაგვიჯდება და აი ეს გამოსახულება თუ დავაკვირდებით. სწორედ აი ეს F-ია, აი ეს F-ი არის. ანალოგიურად შეგვიძლია მოვიქცეთ აქ მოდი გავამრავლოთ R კვადრატზე. R კვადრატზე გავამრავლებ მნიშვნელოვან რიცხვებს. მაშინ მოდით აქეთ დავამრავლებ აი R კვადრატზე და აი ეს გამოსახულება კიდე ესეც F-ია. და ესე იგი რა გამოგვივიდა ჩვენ? mv0 კვადრატ ნახევარს პლუს F-ი, F-ია ესა. F-ი ტოლია mv კვადრატი გვიწერია. v0-ს ნახევარია. კვადრატში რო ავიყვანთ v0 მეოთხედი გამოგვივა, ხო? v0 კვადრატ მეოთხედი. ასე დამატებული f r კვადრატი შეფარდებული rx-თან. ასეთი რაღაცა. ეხლა mv0 კვადრატს ნახევარს რო კიდე ამას გადავიტანთ იქითკენ ტოლობის იქით და გამოვაკლებთ mv0 კვადრატ მეოთხედი, დაგვრჩება mv0 კვადრატ ნახევარი მარცხნივ დამატებული f-ი ტოლია f-r კვადრატი შეფარდებული rx-თან, საიდანაც rx-ი ტოლი იქნება f-r კვადრატი შეფარდებული ერთი წუთით აქ mv0 კვადრატ მეოთხედი გამოგვივა, აბუბაცრავად შეგვიშალა mv0 კვადრატ ნახევარს რო გამოვაკლებთ mv0 კვადრატ მეოთხედს, mv0 კვადრატ მეოთხედი გამოგვივა, რა თქმა უნდა. ხო, ეს რამის შეგვიშალა. ქვემოთ გვექნება mv0 კვადრატ მეოთხედს დაემატება f-ი. ხო, ჯვარედინი ნამრავლი გავაკეთეთ რა ერთი სიტყვით. საიდანაც ეხლა სად დავწერო, აი აქეთ დავწერ, აქედან რა გამოგდის ჩვენ. ზემოთ გვექნება ესე იგი rx-ისთვის მივიღებთ რომ ეს ტოლი იქნება ზემოთ გვექნება f-r კვადრატი, ქვემოთ გავაერთმნიშვნელიანოთ. საერთო იქნება 4. ზემოთ გვექნება mv0 კვადრატ პლუს 4f-ი დაემატება. ეს 4 ზემოთ ავიტანოთ, მოდით. ასე 4 და ასეთი გამოსახულება მივიღეთ. შესაბამისად საბოლოო პასუხი ყოფილა შემდეგი. R უსუმცირესი მანძილი, რა მანძილზე შესაძლებელია ეს ორი ბუხტი პროტონი დაუახლოვდეს, ეს ტოლი იქნება 4f-r კვადრატი შეფარდებული mv0 კვადრატს პლუს 4f-ი.